სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაც მიდისათა. ბოლო დროს თქვენ ხართ მომსწრე იმ განხშირებული საუბრებისა, შემოტევას დავარქმევთ უпроსტორედ ამას, საუბრებისა პროსტიტუციის ლეგალიზაციის თაობას. ტელევიზიით, რადიოთი, ჟურნალ-გაზეთებით გამოყავთ ზნედაცემული ადამიანები, რომლებიც მე ვფიქრობ, უნდა მალავდნენ საკუთარ ბიწიერებას და ღმერთს სთხოვდნენ პატიებას, რომ არ დაისაჯონ ამის გამო. აი ამ ადამიანთა საშუალებით სხვადასხვა საუბრები ცდილობენ აი ამ თემის წინ წამოწევას და გახშირდა საუბრები პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე. საუბრები სკოლაში ბავშვებისათვის სექსუალური გაკვეთილების ჩატარებაზე. საუბრები მამათმავლობაზე. და უნდა წარმოაჩინონ და ამის დამკვიდრება და დაკანონება მოახდინონ. ცდილობენ რომ ეს გააკეთონ. თქვენ მომსწრე იყავით სულ რამოდენიმე მცირე ხნის წინ ტელევიზიით, როდესაც მოხდა გადაცემა იყო და მე არ მიყურებია, მაგრამ როგორც მითხრეს ზნეობრიობის ნორმალური ცხოვრების, ნორმალური ადამიანური ცხოვრების წესის მომხრეებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს ძლიერად საკუთარი თავი და ეს იყო ფაქტიურად სურათი ის, რაც არის ერში. რომ ცდილობენ ჩვენიერი გარყვნან, დასცენ, გაანადგურონ სულიერად, შემდეგ მას ფიზიკურადაც მიხედავენ, უკვე ადვილი მისახედი იქნება. და ეს გადაცემა, ამ გადაცემამ წარმოაჩინა ის დადებითი მუხტი თუ შეიძლება ითქვას, რომელიც ჯერ კიდეა შემორჩენილი ჩვენ ერში და მადლობა ღმერთს ამისთვის. რამოდენიმე ხნის წინ იყო რაღაც გამოკითხვა ტელევიზიაში, რამოდენიმე წლის წინ, 2-3 წლის წინ, როდესაც იყო ესეთი კითხვა, რომ მომხრე ხარ თუ არა სკოლაში სექსუალური აღზრდის სწავლისა და 75%-მა უარი განაცხადა ამას. იქ ნაწილი მათ თქვა არ ვიცით და ძალიან მცირე ნაწილი იყო ვინც იყო მომხრე. მადლობა ღმერთს ამისთვის. 20 წელია საქართველოზე მიდის ესეთი შემოტევა. უფრო ნაკლები, ნუ დაახლოებით. გარყვნილების, რომ ქვეყანა როგორმე გარყვნილების მორევში ჩართონ და შემდეგ ამ ქვეყნის განადგურება უკვე იოლია. და თუ რატომ არის ეს კავშირში ეს ორი ქმედება, ამას ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. და თანაც ნახეთ რა ხდება, როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ მეძავებზე, მამათმავლებზე, ეძახიან, რომ ისინი ხომ ადამიანები არიან, ისინი ხომ ღვთისმშობლები, ისინი ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან, მათ ხომ აქვთ ამით უფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი გვეცოდება, როგორც ჩვენი თანამოძმენი, გინდა თანამოძმენი არ იყოს, როგორც ადამიანია, საწოდავი, რომელიც და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცოდვაშია ჩაფლული, არის საწოდავი. რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ სახარების მიხედვით ესეთი ადამიანი დაიჯება უცებ და ამიტომ გვეცოდება. და უნდა წარმოჩენდა, რომ ესენი არიან ცოდვები, ამიტომ მათ უნდა მივცეთ ყველაფრის უფლება და თურმე თუ მივცეთ ყველაფრის უფლება, ცოდვები აღარ იქნება. და შემდეგ იძახიან, ღმერთი ხო სიყვარული აქვს, როგორ შეიძლება ესე აკრძალვებით და შეზღუდვებით დაფიქსირება თქვა სწორი პოზიციების. მე მინდა მათ შევახსენო, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა იწყება სწორედაც აკრძალვებით. 10 მცნება რა, აკრძალვებით. არ იმრუშო, არ აკაცკლა, არ იპარო, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო. პირველი სიტყვა, რაც ღმერთმა უთხრა ადამიანს, რა იყო? არ ჭამო აკრძალული ხის ნაყოფი. ანუ ადამიანსა და ღმერთს შორის დიახაც რო აკრძალვებით იწყება ყველაფერი. რომ ადამიანი მიხვდეს, რომ ის არის ნაკლები ღმერთზე და ანგარიშვალდებული აქვს ის წინაშე და მოუწევს პასუხისგება ყველაფერს. როგორც გითხარით, ერთ-ერთი მცნება არის პირდაპირ არ იმრუში. გარდა ამისა, სახარებაში პირდაპირ წერია: მეძავთა და მემრუშეთა სასუფეველი ღვთისა
ვერ დაემკვიდრებენ. სხვაგან წერია ვერცა მამათ მავალთა, ვერცა ჩუკენთან, ვერცა მაგინებელთა სასუფელი ღვთისა ვერ დაემკვიდრონ. ანუ ეს არის გაფრთხილება იმ ადამიანებისათვის, ვინც ამის მიმდევრები არიან. ძველ აღთქმაში მეძავებს პირდაპირ ქვებით ქოლოდა. თუმცა რა თქმა უნდა ძველი აღთქმა მიუღებელია, ის წესები ძალიან კაცრი იყო და ახალი აღთქმის მიუღებელია და ჩვენც ფიქრობთ ეს არ არის. ახალი აღთქმის შემდეგ ამის გაკეთება არაფრით აღარ შეიძლება, მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო დამოკიდებულება როგორი იყო ძველი აღთქმაში ღვთის ხალხისა, ისრაელისა მეძავობისადმი და მამათმავლობისადმი. ქვებით განტვინო პირდაპირ ესე ეწერა. კიდევ ეს არ არის სწორი, ახალ აღთქმაში აღარ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება იყო. რადგან იცოდნენ რომ ესეთი ქმედება თუ იგი არ იქნებოდა გაჩერებული, როგორც ბაცილა მრავლდება ორგანიზმში, ვირუსი და შემდეგ მთელ ორგანიზმს გუპავს, ასევე ეს სენი, ეს არის სენი, ეს არის ცოდვა, ყველას დაღუპავდა. რადგან ამის მაგალითები ქონა ძველ აღთქმის ეკლესიას წარღვნის და სოდომის და გომორის. გარკვევლება ღუპავს არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს, სულიერად და შემდეგ ფიზიკურად, არამედ გარკვევლება ღუპავს მთლიანად ერებს და ქვეყნებს და სახელმწიფოებს ანადგურებს. წარღვნა, რა იყო მიზეზი წარღვნის? გარკვეული ცხოვრების წესი. დედამიწაზე გამრავლდა ურჯულოება, გარკვევლება, დედათა და მამათა და დათა და ძმათა აღრევა და ღმერთმა ამის გამო დაატეხა წარღვნა დედამიწას. სოდომი და გომორი ამ ცოდვის გამრავლების შედეგად განადგურდა ეს ქალაქები. ლაპარაკია სოდომთა და გომორთან ერთად იქ იყო კიდე სამი მცირე ზომის ქალაქი და ახლავე 300,000 მოსახლით იყო სულ ყველა ერთად და ღმერთმა გაანადგურა ეს ქალაქი. აი ამ ცოდვის გამო. ამ ქალაქებში განადგურდნენ ბავშვები, ჩვილები, მოხუცები, რომლებიც უკვე ამ ცოდვით ვეღარ იყვნენ დაკავებულები, გადაღლილები იყვნენ. ისინიც გაანადგურა. და გოგირდის ცეცხლით დაწვა. და სოდომის და გომორის ნაშთები დღეს არის მკვდარი ზღვის ფსკერზე, სწორედ ამიტომაც ქვია მკვდარი ზღვა. ამ ზღვას რომ მასში ძალიან დიდი შემცველობაა გოგირდისა, რომელიც ზეციდან აწვინა უფალმა ამ ქალაქებს და მარილის. მეორედ მოსვლის მიზეზიც იქნება სწორედ მრუშობის ცოდვის გამრავლება დედამიწას. გაირღვნება დედამიწა სულიერად და ეს გარკვეული საზოგადოება მიიღებს ანტიქრისტეს. ანუ თუ ვერ გარკვენი საზოგადოება ის ანტიქრისტეს არ მიიღებს. ზნეობრივი საზოგადოება. აუცილებელია გარკვნა ამისი რომ შემდეგ მიიღონ ანტიქრისტე. ანტიქრისტეს სული უნდა დაინერგოს, მომზადეს საზოგადოებრივი აზრი და შემდეგ უკვე ანტიქრისტეს მიღებაც გაადვილებული იქნება. აი მეორედ მოსვლის მიზეზიც გარკვევლება იქნება. როგორც გითხარით, გარკვევლება ღუპავდა ერებს. ძველ აღთქმაში არის ესეთი ეპიზოდი აღწერილი ისრაელიანებს ბრძოლა აქვთ მტრებთან. ისინი თავს დაესხმევენ, ისრაელელები გამაგრებული არიან ციხესიმაგრეში და იგერიებენ მომხდურთა იერიშებს, რომელიც მასზე გაცილებით მრავალრიცხოვანი არის. მაგრამ ვერაფერს ვერ აკლებენ ღვთის რჩეულ ხალხს, ისრაელს. და ამ დროს მოწინააღმდეგეთა ბანაკში გამოჩნდება ერთი ქურუმი, რომელიც ეთქვის, რომ ჩვენ ამათო ვერაფერს ვერ უსაუბრთ. რადგანაც ამათო ღმერთი იფარავსო. და საჭიროა ეს ხალხი ცოდვაში ჩავაყენოთ, რომ ღმერთს დავაცილოთ, ამიტომ ცოდვაში ჩავაყენოთ. და შემდეგ მათი დამარცხება უკვე ძალიან გაადვილდება და მართლაც ამ წარმართის რჩევით, ამ ქურუმის რჩევით შეაგზავნიან მეძავ ქალებს მათ ბანაკში, ისრაელთა ბანაკში, ისრაელები დაეცემიან ცოდვით ამ ქალებთან, ამის გამო ისინი ღმერთს დასცილდებიან და დამარცხდებიან. აი მიზეზი და საიდუმლო იმისა, რატო ჭირს ღვთის ერთგული ხალხის დამარცხება. იონე ნათლისმცემლის ცხოვრება გახსოვთ, იონე ნათლისმცემელი ამხელდა ურჯულო ჰეროდეს მმართველს ისრაელისა
რომელმაც თავის ძმას წაართვა ცოლი. ცოცხალ ძმას წაართვა ცოლი, მოიყვანა სახში ცოლად და მასთან მრუშობდა. მართველის შემხედვარე მრუშობდა დაიწყო ესეთი უზნეო ცხოვრების წესი აირჩია მთელმა სამეფო კარმა. მათ იმიბაძვით ესენი გადაენელა ედებოდა მთელ ერს და იდგა საშიშროება, რომ თელიერი გაიყვნებოდა, თელიერი დაეცემოდა, დაცილდებოდა ღმერთს, როგორც მოგიყევით წინა შემთხვევაში და საერთოდ გადაშენდებოდა. ამიტომაც იონე ნათლისმცემელმა დაიწყო მხილება ჰეროდესი და თქვენ იცით, ის შეეწირა მის მხილებას და მას თავი მოკვდის. ისრაელის და ბიბლიის მაგალითები საზოგადოა ყველასთვის. საქართველოს ისტორია რო ავიღოთ. გახსოვთ. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბრე ლაშა გიორგის, თამარის შვილს. თამარის ცხოვრების წესი გახსოვთ, კეთილმორწმუნე, ღვთისმოშიში, თავმდაბალი, მოწყალე და ზნეობრიობის მაგალითი. როდესაც ტახტზე ავიდა და ესე გაზარდა ლაშა გიორგი თამარმაც. მაგრამ სამწუხაროდ თავიდან ლაშა გიორგი სწორად იქცეოდა, ზნეობრივად ღვთისმოშიშებით მართავდა ქვეყანას, მაგრამ შემდგომში მას შეეპარა ესეთი სილაღე ღვთისადმი. ღმერთზე სალაპარაკო სიმღერები, ქილიკით ლაპარაკი შეუერთდა. ახლა მუსულმანები გაიცნო, დაუახლოვდა მუსულმანს, მაშინ საქართველოს მრავალეროვანი იყო სახელმწიფო საქართველოს. რომლებიც ასევე თავისუფალი აზროვნებით მიმართავდნენ ღმერთს და ლაპარაკობდნენ ღმერთი ერთია, რა მნიშვნელობა აქვს სარწმუნოებას. აი ესეთი დამოკიდებულება გაუჩნდა ღმერთისადმი, შედეგმაც და ამას შემდეგ მოყვა მისი ცხოვრების წესში არასწორი ცხოვრების წესი. მან დაიწყო თავისუფლად ცხოვრება, პროსტარება, სმა, ამას მოყვა ქალები და მეფეს ამის უფლება არ ჰქონდა. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მეფეებს არც ეს პირადი ცხოვრება არ ჰქონდათ. ისინი საკუთარ სიცოცხლეს სამსხვერპლოდ წირავდნენ ქვეყანას. დავით აღმაშენებელი კიდე მოაყვანიეს ჯერ პირველი ცოლი სომეხი ყავდა და მეორე ცოლი მოიყვანა ყივჩაღების ცოლი წარმოიდგა. ყივჩაღი ქალი. თამარ მეფემ პირველად მოაყვანიეს რუსი გიორგი, შემდეგ მეორე დროდესაც დადგა ჯერ მის ქორწინებაზე უარს იძახა. მაგრამ დაემორჩილა და ანუ საკუთარი სიყვარულით არაფრის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ მეფეებს. ისინი იყვნენ ქვეყანაზე და ერზე შეწირული ზვარაკები. აი ლაშა გიორგიმ სხვანაირი დამოკიდებულება აირჩია, იქ იცით შემდეგ დაბიო ქალთან დაბიოს და როგორც გლეხის ქალთან გააბა ურთიერთობა და შეეძინა შემდეგ დავით ულუ, რომელიც საქართველოს მეფე იყო. თვითონ ძალიან კაი მეფე იყო დავით ულუ. ესეთი რამ მოხდა და ღმერთმა ამის გამო მაშინ რო ესე იქცეოდა და მისი მიბაძვით სამეფო კარი ესე და ესე სამეფო კარმა ესე დაიწყო მოქცევა. ქვეყანამ ესე დაიწყო მოქცევა პირდაპირ ქართლის ცხოვრება წელს. მეფეთა და მთავართა მიბაძვით თელიერი გაიყונה. დაუტევეს მარხვა, ლოცვა, გზაულება, ამისილ გამრავდა უჯულოება, სიძვა, მრუშობა, ღალატი, თავხედობა და ამის გამო ღმერთმა რისხვა დაატეხა საქართველოს ჯერ მონღოლები და შემდეგ ჯალალედი და თვითონ ლაშა გიორგიც შეეწირა მონღოლებთან ბრძოლაში ჭრილობას და რო აილია ლაშა გიორგის შემდეგ საქართველოს ვეღარ დაალაგდა кайხა. აი მიზეზი მეფის უზნეო ქცევისა და მეფის მიბაძვით მთელი ერის უზნეო ქცევისა. ლაშა გიორგიმ რო ესე დაიწყო ცხოვრება და ერმა რო ესეთი ცხოვრების, გარკვეული ცხოვრების, უზნეო ცხოვრების წესი, უფრო თავისუფალი ცხოვრების წესი აირჩია, ვიდრე თამარის დროს იყო. და რო არ გაჩერდა ამაზე, დავით ულუს დროს პირდაპირ წერია უდიდესი მიწისძვრა მოხდა. მთელი საქართველოს შეიყო ერთი წელი მიწა იზრდაო და შავი კვამლი ამოდიოდა მიწიდან, მაშინ დაინგრა არწიაც 2/3 ვანგრძისა ჩამოიგდეს 1244 წელი თვარს. ანუ პირდაპირ ცოდვის გამო იჯება არა მარტო პიროვნება, არამედ მთელი ერები და ქვეყნები იჯება.
დავით აღმაშენებლის ცხოვრება გაიხსენეთ. მეფე როდესაც სწორად და ზნეობრივად ცხოვრობდა, მეფის მიბაძვით მთელი სამეფო კარი ზნეობრივად იქცეოდა, მთელი ქვეყანა ზნეობრივად იქცეოდა, ღმერთმა მოხედა თავის ერს. არცა პარავნი მემატიანე წერს, არცა ავაზაკნი, არცა მეძავნი და გლახაკნი ქუჩებში აღარ იყვნენ. მეძავებმაო მეფის შეხედვითო რცხვენოდა და აღარ მუშობდებო. წარმოვიდგინეთ როგორი მეფე იყო დავით აღმაშენებელი. ეს წერია ქართლის ცხოვრებაში. ქალწულება და ზნეობრიობა ეს იყო მთავარი ქართველებისათვის ყოველთვის. როდესაც და აი ესეთი ქალების დიდნენ შემდეგ დიდგორის მეომრებს. ესეთი ქალების დიდნენ ჩვენ ღირსეულ წინაპრებს, რომლებიც აქამდე მოგვიტანეს. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ენა, სარწმუნოება, ტრადიციები. მე მგონია საუბარი მოხუცებულ ქალებთან სოფელში. და პირდაპირ მათგანმა გაგონილი რომ რას ლაპარაკობო, ჩემი ქმარი რომ მოვიდოდაო, ხელება კაპეცებული როგორ დავხდებოდიო. ესე იგი იწევდა, წარმოიდგინე. ხოდა, ისეთი შტაბ-ერთილება იქნება რომ ფაქტიურად ქმართანაც კი მოგძალებულად იქცეოდნენ ქალები არადო ქუჩაში, ვიღაცა უცხო კაცები. ახერთ რაღაცას ვიტყვი ცოტა სასაცილო კი არის, მაგრამ ბებიაჩემი გარდაიცვალა 85 წლის, მაშინ იყო პატარა. ხოდა, სადაც ის იწვა ხოლმე ოთახში იყო ტელევიზორი და ბავშვი ვიყავი 9 წლის. ხოდა ერთხელ ეძინებოდა და მოკლედ წვალოს და მე ვთხარ დაწექი რატო არ წვევით. რა საყურებია? ტელევიზორიდან კაცი მიყურებს როგორ გავიხდი. წარმოიდგინეთ რა. ეს იყო ქალი, რომელმაც გაიარა 37 წელი, ტერორი, დაშინება. და წარმოიდგინეთ, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა ძლავრობდა, როგორი დედები ყავდა საქართველოს და რა ქალები ყავდა საქართველოს. ზნეობრიობას და უბიწოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირისათვის. სახარების მიხედვით და რჯულის კანონის მიხედვით მღვდელი აუცილებლად უნდა იყოს ქალწული, როდესაც მოყავს სული. არა ქალწულის მღვდლად კურთხევა წესით არ შეიძლება. არა მარტო ის, მღვდელს ვინც მოყავს სულად ისიც ქალწული უნდა იყოს. ანუ სასულიერო პირის ოჯახი უნდა იყოს მისაბაძი ყველასთვის, რომ შემდეგ მისი მიბაძვით ყველა ესე იქცეოს. აი ამდენად მნიშვნელოვანია ქალწულება. საქართველოს ფარველი ვინ არის? წმინდა ნინო ქალწული. ყველაზე დიდ პატივს ვის უცევთ ქრისტიანები? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მარადის ქალწულს, რომელიც შობამდეც და შობის შემდეგაც დარჩა ქალწული. წმინდა ეკატერინე ქალწული. თქვენ დასაწყისში ვახსენე მე რომ არის ესეთი პირდაპირ აი შემოტევა რომ როგორმე ქვეყანაში უზნეობა დააკანონონ, გარყვნილება დააკანონ, სკოლიდან ბავშვობიდანვე დაუწყო ბავშვებს გაღწნა. შემდეგ ესეთი ადამიანები აღარ დაგიწყებენ შენ ღვთისმცნებების და კანონების და დოგმატების დაცვას. და ღვთის მფარველობის გარეშე დარჩენილი ესეთი საზოგადოების მართვა არის ძალიან ადვილი. ესეთი ქვეყნის დაპყრობა არის ძალიან ადვილი. ეს იციან ძალიან კარგად აი მოწინავე ქვეყნებში, რომლებიც კარნახობენ თავის ცხოვრების წესს ყველას. თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებულ შტატებში შუა დღისას გამორიცხულია ტელევიზორში გარყვნილება აჩვენა. გამორიცხულია. ესე იქცეოდა ყველა ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ფიქრობდა სხვებზე ზეგავლენის მოხდინას. მან იცოდა თუ გარყვნილი იქნება ქვეყანა, ის ვერაფერს ვეღარ გააკეთებს. აი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამერიკაში შუა დღისას გარყვნილებას არ აჩვენებენ.
რა თქმა უნდა იქ არის რაღაცა არხები, რომელზეც ფულს იხდის, აკაბელო არხები, კოდირებული, ყველა ვერ შევა. აი შვილი მაგალითად მარტო რო დარჩეს სახში, მშობლის გარეშე ვერ ჩართავს გარკვეულებას. თუ ვიღაცა საინტერესო შეიძლება გადაიხადოს ფული და შეიძლება დღე-დაღა მეუღუროს ამას. რაღაც პრობლემები აქვს სულიერ და ნორმალურად საზოგადოებისთვის ეს ხელმიუწვდომელი. იგივე ხდება თურქეთში, ჩვენი მეზობელი თურქები. თურქები ევროკავშირიც არიან, ნატოს წევრებიც არიან, მაგრამ აბა უყურე თურქეთის ტელევიზიაზე დღისით გარკვეულება გინახიათ ვინმესად მე? იცი არ შეიძლება ამის გაგდა, ამით განადგურდება ქვეყანა, დაიღუპება ქვეყანა. მეცაც გეტყვით ამერიკაში ახლა ჩვენთან ლაპარაკობ რომ სექსუალური სწავლა, სექსუალური განათლება ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ რომ ბავშვებს თქვათ რაღაცა დაავადებები არ შეექო. დაავადებების არ შეყრაზე კი არ არის საუბარი. უნდა ვთქვა რომ ეს არ შეიძლება. ეს არის ცოდვა. და ესე უნდა გაზარდო ადამიანი. და არა ის რომ ეს ცოდვა, მაგრამ ასწავლო როგორ გააკეთოს ცოდვა. რომ თავი დაიცვას თქვა ცოდვის დროს რაღაცა ავადმყოფობების. აი ამერიკაში და მოყავთ ამით ევროპის მაგალითი, ამერიკის მაგალითი. აი გეტყვით ამერიკაში რა ხდება. ყველა შტატში ახლა თავისი კანონები, მაგრამ არის შტატები, სადაც სექსუალურ აღზრდაზე, როდესაც არის საუბარი, სექსუალური აღზრდის გაკვეთილები ტარდება მე-11 და მე-12 კლასში შერჩევით. იქ ერთი სემესტრია, როგორც ასწავლიან ფიზიოლოგიას, ეძახიან ამ საგანს და 2 კვირის განმავლობაში ასწავლიან თქვა რაღაცა ამ გაკვეთილებს უტარებენ. ამერიკაში სწავლა იწყება 7 წლით და 12 წლიანი სასწავლო სკოლებია და შეიძლება ბავშვი დარჩეს 22 წლისამ დაამთავროს, თქვა 21 წლისამ. თუ წარმატებულად სწავლობს 19-18 წლის ამთავრებს. აი აქ მე მგონი მემფისის შტატი არის თუ ავწდები და ეს ნამდვილად ვიცი რომ ეს და ესე იგი ბავშვი თუ არის 18 წლამდე თუ ამის სწავლა დაუპირეს, მშობლის წერილობით თანხმობა უნდა იყოს, რომ მის 17 წლის შვილს ჩაუტარონ ეს გაკვეთილი. და თუ დიდია თვითონ წვიდავს ახლა 19 და 20 წლის კაცი. ამერიკაში ჩვენ რო გვაჩვენებენ ფილმებს, ამერიკაში ეს ფილმები სხვა ცენზურით გადის ვიდრე ევროპაში. და ამ თემას არ ეხება, რა ლუდის დალებაც კი არ შეიძლება ქუჩაში. შეფუთული თუ არა, თორე დაგაჯარებული. ამიტომ შენ მოუწოდებ ალკოჰოლისკენ სხვებს. აი ესე უფრთხილდება ყველა ძლიერი ქვეყანა საკუთარ ზნეობრიობას ქვეყანაში. ზნეობრიობას საკუთარ ქვეყანაში. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო ჯარში და ქვეყანაში ზნეობრიობის განმტკიცება. მან საკუთარ ჯარში აკრძალა სალაღობო სიმღერები, ანუ ესეთი რაღაცა სიმღერები და მთელი ჯარი გახდა ღვთის მლოცველი, ვედრებელი და ეს ჯარი იქცა ქრისტეს მხედრობა. ჯარი, რომელიც მანამდე სელჩუკების დანახვაზე თავქუთმოგლეჯილი გარბოდა და ხანმთებში იმალებოდნენ, მემატიანე წერს და გამხმარ ბალახებს ჭამდნენ და ცისკერკებს ჭამდნენ, დავით აღმაშენებელმა ეს ხალხი ზნეობრიობა რო დაუძო საფუძვლად ამ ჯარს, უძლებელ არმიად აქცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ჩაცმულობას, ქალების ჩაცმულობას. აი მოკლე კაბებით შემოტკეცილი ტანსაცმლით სიარული, როდესაც მთელი სხეული ჩანს, არ არის ეს, არ არის ქრისტიანი. თქვენ თუ გინახიათ სადმე ხატებზე წმინდა დედები გამოსახული ან შარვლით, ან შემოტან მოკლე კაბებით. ხატებზე მოკლე კაბები და შემოხეული ბოლო კაბებით გამოსახულებიანი შმოკები და დემონები, აი დააგვირთ. ქალი რომელიც ესე გამომწვევა და ჩაცმული გამოდის სახლიდან და მოდის და მთელი ქუჩა მოაქვს. ის ხო გზნობს ამას რომ მას უყურებ, ის ხო ამას ამით უაკეთებს რომ მას უყურებ. დილიდან საღამომდე ბრუშობს ესეთი ქალი. რა თქმა უნდა, ქალმა ხა თავი უნდა მოიწესრიგოს და რაღაც მოგძალებულად და მოწესრიგებულად გამოვიდეს რაღაც გემოვნები და სხვა არის. ამაზე არ ამით საუბარი. და მივხვდით რაზეც ამაკ საუბარი. ხო აი გამომწვევად რო აცვია ქალს, კიდე. და ზოგი ეს ეკლესიაშიც მოდის.
ეს არაფრით არ შეიძლება. სახარებაში წერია, ვინც ერთ ადამიანს დააპყოლებს ჩვენსკენ მომავალს, უმჯობესია არ დაიბადოს და თუ დაიბადება, ყელზე წის ქვილის ქვა დაკიდო და წყალში გადაარჩა. ქალი რომელიც გამოდის და თავისი ჩაცმულობით მთელს თავის გარშემო მყოფებს აპყოლებს. წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღეში იყენებს საკუთარ სულს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ქალებმა ქრისტიანები ვარ და ჩავიცვათ ისე, როგორც ქრისტიანი ჩვეულებრივ ადამიანს, ნორმალურ ადამიანს შეეფერებათ. ისეთ კაბას რო ჩაიცვალოთ, დაждომა გწვენია და ვითომ გწვენია და ისტორია. თუ გწვენია, რაღაცა იცვა მოკლე კაბას კაცო. მე მქონდა რაღაც საუბარი თურმე ქართველები ჩასულა, საუბარი ქონიათ ირანელებთან. იმათ თქვი, თქვენ ნახეთ როგორ დადიანოთ თქვენი ქალები? ეხლა დაიწყებენ ირანელებზე და იმაზე. ღვთისმშობელი ესე დადიოდა, როგორ თქვენი ქალები დადიოდა? მარიამო ეგრე დადიოდა. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვეუბნებით, ეხლა თავშლებითი არ უნდა, თქვა კოჭებამდე კაბედა. რაღაცა მოგძალებულად ქალმა ხო და ჩაეცოს ქალს გავს, ხო? ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ გარეგნობას ქრისტიანობაზე თუ გვაქვს. ვთქვათ, მოწოდება და გვინდა რომ ქრისტიანები ვიყოთ, გარეგნობას უნდა მიაქციოს ქალმა ყურადღება. და ბოლოს იმითი დავამთავრებ, რომ მადლობა ღმერთს, რომ მიუხედავად ესეთი დიდი შემოტევისა ჩვენ ქვეყანაზე, ესეთი დიდი ვთქვათ რაღაცა ბრძოლის გაჩაღებისას ნეობრიობის წინააღმდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ხდება რომ ეს არ არის სწორი. ხო იქ ლაპარაკობენ რომ აი ადამ კაციო თუ თქვათო ლეგალიზებული იქნება სამეძაო სახლებიო, ვარჯობია უფრო მივიდესო იქ. ადამიანი როდესაც ცოდვას ჩადის, ამას ლეგალიზება კი არ ხდება. ისედაც ხდებია რომ ცოდვას ჩადენ, აი 80% რო ვიზახეთ რომ წინააღმდეგია დაახლოებით 75%. რა თქმა უნდა ეს კაცები ცოდვას ჩადიან. მაგრამ ხდებია რომ ეს ძალიან ცუდია. და მათ არ უნდა რომ ეს დაკანონებული იყოს. ცადიან ცოდვას და მალავენ. ახლობლისგან მალავენ, ცოლისგან მალავენ, შვილებისგან მალავენ. არ არის კარგი რომ მალავენ. მაგრამ ის რომ მათ ხვენიათ ეს უკვე ნიშნავს რომ მათ ჯერ კიდე სინდისი აქვს ჩეჩები. და მათ იციან რომ ეს არის ცოდვა და ადრე თუ გვიან მოდიან ეკლესიაში იძახენ მამა ვა ეს გავაკეთებ, მერტო მაპატი ეს რო გავაკეთებ. და ჩვენ თუ ეს ყველაფერი დავაკანონეთ და მათ ეს ყველაფერი ყველაფრის უფლება მივცეთ, დაიღუპებიან ესეთი ადამიანები. ღმერთმა, დედა ღვთისმშობელმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გადარჩენა ეს არის ღვთისმცნებები ცხოვრებაში. სხვა ჩვენი გადარჩენი არავინ არ არის. არც აღმოსავლეთიდან, არც ჩრდილოეთიდან, არც დასავლეთიდან, არც სამხრეთიდან ჩვენ გადასარჩენად არავინ არ მოვა. ჩვენი გადარჩენია ყოვლადწმინდა სამება და დედა ღვთისმშობელი და ზეციური წმინდანები. თუ ჩვენ მათთვის სათნო ცხოვრებით მოვიქცევით, ისინი დაგვიფარებენ. თუ არ მოვიქცევით და აუჯანყდებით მას ჩვენი ცხოვრების წესით, ვიქნებით მათგან მიტოვებულები და განწირულები დასავლურად. ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენი ქვეყანა დაიფაროს და მე მინდა ეს პასუხი გქონდეს იმ მეძავებსაც და იმ ხალხსაც. და ვიცოდეთ რომ ესეთი ცხოვრების წესი არის დამოუკიდებელი ქვეყნისთვის და თუ ვიღაცას უნდა რაც აკეთოს, ნუ ახლა ეს მისინება. ეს რომ დაკანონდეს და საზოგადოებაში კანონად იყოს მიღებული, მე ვფიქრობ ეს არაფრით არ შეიძლება და არ იქნება სწორი. და არ შეიძლება 5 კაცის გამო ამ 5 კაცს და 5% გინდა 1%-ის გამო 99% ისჯებოდეს. და იმ 1%-საც არავინ თავში არ უთხოვს და არავინ არ ცემს. მოგთხოვნებია რომ არ არის სწორი. ღმერთმა ჩვენი ქვეყანა დაიფაროს და დედა ღვთისმშობელმა შემოწყალოს.